აქ ძალიან მკაფიოდ ჩანს ყველაფერი. ნიადაგი გაჟღენთილია PFAS-ით. ის აღწევს წყლის ფენაში და იმასაც აბინძურებს. ოდესმე გსმენიათ რამე ეგრეთ წოდებული PFAS-ის მარად უხრწნელი ქიმიკატის შესახებ. მისი სინთეტიკური მოლეკულების გამოყენება ძალიან მოსახერხებელია საყოფაცხოვრებო საგნებში, რადგან ისინი წყალგამძლეა, ადვილად ცილდება და ძალიან მდგრადია. და პრობლემაც სწორედ ეს არის. ეს მოლეკულები არ იხსნებიან გარემოში და არც ჩვენი სხეულიდან გადიან. ჩვენი სიუჟეტი აქ ვენეტოში იწყება, ჩრდილოეთ იტალიაში. ქიმიკატების ამ ყოფილმა ქარხანამ გრუნტის სასმელი წყლით 300,000 ადამიანი მოწამლა. ეს ამბავი მიტენის სკანდალით არის ცნობილი, რადგან ასე ჰქვია ქარხანას, რომელიც 50 წლის განმავლობაში აწარმოებდა ამ მოლეკულებს. ქარხანა ახლა დახურულია, მაგრამ მისი დაღი ახლაც ატყვია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ წყალსადებს. ჯიოვანა იმ ჯგუფის წევრია, რომელსაც სახელად დედები PFAS-ის წინააღმდეგ ჰქვია. 2017 წელს მან აღმოაჩინა, რომ მისი ქალიშვილის სისხლი უხრწნელი კარცეროგენული ქიმიკატის PFOA-ს შეიცავდა და მისი დონე დაშვებულ ზღვარს 40 ჯერ აღემატებოდა. მაშინვე შიშმა შემიპყრო, რომელიც მაშინვე სიბრაზემ შეცვალა, საშინელმა სიბრაზემ. არა ამ წყალს არ ვენდობი. როდესაც გეუბნებიან, რომ წყალი უვნებელია და მერე უეცრად შენი შვილების სისხლში ასეთ საშიშ დონეს აღმოაჩენ, რომელიც თავად გადაეცი მათ საკუთარი პლაცენტით, ძუძუთი კვების დროს, აი მაშინ ხვდები, რას ნიშნავს გაბრაზება. შარშან ზაფხულში ისტორიული სასამართლო პროცესის შედეგად 11 მენეჯერი დააპატიმრეს, რომელთა სასჯელის საერთო ვადაც ჯამში 151 წელი გამოდის. რაც შეეხება დანადგარებს, ისინი ინდოეთში გაყიდეს. როგორც დედები ჩვენ უზარმაზარ პასუხისმგებლობას უგრძნობთ ამასთან დაკავშირებით. გვინდა გავაფრთხილოთ ინდოელი დედები ვუთხრათ, რაც აქ მოხდა და დავარიგოთ, რომ მუდამ თვალი ეჭიროთ. PFAS-ი სხეულში შესაძლოა რამდენიმე 10 წლეულის განმავლობაში დარჩეს. გარემოში კი საუკუნეებსაც უძლებს. აი, ეს არის მთავარი პრობლემა სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიებისათვის, რადგან ევროკავშირშილიტრაზე PFAS-ის საერთო რაოდენობის დასაშვების ზღვარი ახლახან 100 ნანოგრამით შეამცირეს. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ წყალსატევში PFAS-ის საერთო კონცენტრაცია litrაზე დაახლოებით 2000 ნანოგრამია. აქ მხოლოდ ჯანდაცვისა და გარემოს დაბინძურების კუთხით კი არ არის საგანგაშო მდგომარეობა, არამედ ინფრასტრუქტურის დაბინძურების კუთხითაც. ზარალი ძალიან დიდია. ახალი წყლის მილების ქსელი გახყავთ, რათა წყალი სუფთა გარემოდან წამოიღონ. ქსელის დასრულებამდე კი ეს სასმელი წყლის ქარხანა, რომელიც საშიში ზონის შუაში მდებარეობს, 25 გააქტიურებული ნახშირბადის ფილტრით აღჭურვეს. წყლის გაფილტვის შედეგად PFAS-ის დონე ამ წყალში თითქმის განვლდა. მაგრამ წყლის მილების ქსელში შესაძლოა ახალი მოლეკულები მოხვდეს. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ თავად ნახშირბადი ჯერდება PFAS-ით. ამიტომ ეს ფილტრები წელიწადში 10 ჯერ უნდა შეიცვალოს და დაიწვას. ეს კი გარემოსაც აზიანებს და ფინანსურ ზარალსაც აყენებს კომპანიას. PFAS-ის გადატანა წყლიდან ფილტრებზე, საიდანაც ჰაერში ვრცელდება, არ აგვარებს პრობლემას საბოლოოდ. საჭიროა ტექნოლოგიურად შევძლოთ მოლეკულების გახსნა და მინერალიზება, რათა მთელი საფილტრის სისტემა, განსაკუთრებით წყლის, უფრო ეფექტიანი გახდეს. რადგან ამ ინფრასტრუქტურის ფასს მოქალაქეები იხდიან. ამ ქიმიური ნივთიერების საწინააღმდეგოდ სხვა გამოსავალი უნდა მოიძებნოს. თანაც ევროკავშირი ამ ქიმიკატის დონის გაკონტროლებას, როგორც ნიადაგის ზედაპირზე, ისე გრუნტის წყლებსა და ნიადაგის სიღრმეში გეგმავს. ქალაქ ვიჩენცის წყლით მომარაგების კომპანია მილანელ მეცნიერებთან თანამშრომლობს ევროპული პროექტის Live Captcha-ს ფარგლებში. ეს მეცნიერები ქმნიან პროტოტიპს, რომელიც ულტრა იისფერ სხივებს შეიცავს. სამწუხაროდ მრეწველობამ PFAS-ის ისეთი ქიმიური ნაერთი შექმნა, რომ არ დაიშალოს. ამ რეაქტორებით ვცდილობთ PFAS-ის დაშლას, რათა ეს რთული ფორმულა გარდაქმნათ CO2-ად, წყლად და არაორგანულ იონებად. ამ პროცესს ანალიტიკური პრობლემაც ახლავს, მხოლოდ იმის გაზომვა შეგვიძლია, რასაც ვხედავთ. PFAS-ით დაბინძურებული დაახლოებით 20 ადგილის მონიტორინგი მიმდინარეობს. ეს იმ ობიექტების რუკაა, სადაც PFAS-ი მიწის ზედაპირზეა აღმოჩენილი. მეორე რუკაზე კი ნაჩვენებია, თუ სად ეძებენ ამ ნივთიერებას. როგორც ხედავთ, ეს ნივთიერება მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული. ეს მოლეკულები შესაძლოა ერთად დაგროვდეს გარემოში, რაც ჯანმრთელობას აზიანებს. ეს იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, უშვილობას და რამდენიმე ტიპის კიბოს. როგორ გგონიათ, შესაძლებელია ძალიან დაბინძურებული რეგიონის გაწმენდა? დიახ, მაგრამ ვინ გადაიხდის ამის საფასურს?
PFAS-ის 10,000 სახეობიდან მხოლოდ რამდენიმეა შეტანილი სტოკჰოლმის საერთაშორისო კონვენციის შავ სიაში. ევროპამ აკრძალა მათი გარკვეულ შემთხვევებში გამოყენება სპეციალური რეგულაციის, ეგრეთ წოდებული რიჩის პარკლებში. მაგალითად, ეს ნივთიერება ახლახან აიკრძალა ხანძას საწინააღმდეგო ქაფებში, რომლებიც დაბინძურების ძირითადი წყაროა. რეგულაციის გამკაცრებას კიდევ აპირებენ. შვედეთი ერთ-ერთია იმ 5 ქვეყანას შორის, რომლებიც ევროპაში PFAS-ის სრულ აკრძალვას ითხოვენ, მაგრამ რამდენად შესაძლებელია ამის გაკეთება ისე, რომ ჩვენი ეკონომიკა არ დაზარალდეს. მოდი გავარკვიოთ. PFAS-ის შემცველი პროდუქტების გარეშე ცხოვრება არც ისე ადვილია. ისინი ყველგან არის ჩვენ ირგვლივ. აქაც კი სასტუმროს ფოიეში, სადაც მეცნიერები ამ დილით კონფერენციას ატარებენ. ისინი ყველგანაა. კედლებში, საღებავში, ყველა კაბელში, რომელიც გარედან შეფუთულია. ყველა ტიპის ელექტროაპარატურაში, ჩემი ტელეფონის ნებისმიერ კომპონენტში. აი ამ ჭიქაშიც იქნება PFAS-ი. ჩემი საქმეა რომ დავაკვირდე თითოეულ მათგანს. გავარკვიო, რატომ არის გამოყენებული PFAS-ი და რამდენად არის შესაძლებელი სხვა გზით მივიღოთ ის შედეგი, რომელსაც PFAS-ი გვაძლევს. სანამ რამეს გადაწყვეტ და ევროკავშირმა ევროპის ქიმიკატების სააგენტოს დაავალა, შეესაბლა თუ რასარგებელს ან ზარალს მიიღებდა ეკონომიკის თითოეული სექტორი PFAS-ის შეზღუდვით. რომენ ფიგიერესა და პროფესორ იან კაზინსის გუნდმა გამოთვალა, რომ PFAS-ის ინდუსტრიული მოხმარების მეოთხედი უკვე ჩანაცვლებულია. თუმცა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ალტერნატიული საშუალებებიც უსაფრთხოა, მაგრამ ზოგიერთი სტრატეგიული სექტორი ალტერნატივის წინააღმდეგია. ეს შესაძლოა ეხებოდეს ელექტროსაქონელს, ენერგოსექტორს, სამედიცინო პროდუქციას. სწორედ ესენია ყველაზე ჯიუტი ინდუსტრიები. ისინი ამბობენ, რომ ეს ნივთიერება არსებითია და მისი ჩანაცვლება შეუძლებელია. ეს შესაძლოა ასე მოხდეს. მაგალითად, ელექტრომობილის მწარმოებელმა თქვას, რომ მეტი დრო გვჭირდება, რათა ბატარეაში PFAS-ი ჩავანაცვლო. მაგრამ მთავრობამ უნდა დაუყენოს პირობა, რომ PFAS-ის გამოყენება ელექტრომობილების ბატარეებში 6 წლის განმავლობაში აიკრძალოს. ოღონდ აუცილებლად უნდა შეამოწმო ტექნიკური მაჩვენებლები, რათა დარწმუნდე, რომ ისინი სიმართლეს ამბობენ. PFAS-ზე უარი რომ ვთქვათ, მეტი კვლევა და მეტი მონდომებაა საჭირო. კომპანია მარშალმა, რომელიც დინამიკებისა და ყურსასმენების წამყვანი მწარმოებელია, აზელ მომწოდებლებთან რამდენიმე წლიანი თანამშრომლობის შემდეგ უკვე იპოვა PFAS-ის ალტერნატივა თავისი პროდუქციის უმეტესი ნაწილისთვის. არც ამ კაბელებისა და არც ამ ბატარეების პლასტმასის გარსი აღარ შეიცავს PFAS. რამდენ პროდუქტს აწარმოებენ ყოველდღიურად PFAS-ის მეშვეობით, თუნდაც სულ არ იყოს მისი გამოყენება აუცილებელი. ეს კომპანია ახლა მუშაობს, რომ ბატარეა PFAS-ის გარეშე აწარმოოს. ჯერ კიდევ დარჩენილია პრობლემური პროდუქტები, როგორებიცაა მაგალითად ნახევრად გამტარები და ბატარეები, რომლებშიც ისევ გამოიყენება PFAS-ი. თუ კი ყველა გავერთიანდებით და მოვითხოვთ პროდუქტს PFAS-ის გარეშე, ფასები დაიწევს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინოვაცია დავნერგოთ, ნაცვლად იმისა, რომ ჩანაცვლებისთვის გარდამავალი პერიოდი მოვითხოვოთ. დღეს სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე ქიმიკატებისგან ნაკლებად დაბინძურებულ პლანეტაზე.